ზემ თქვენში დაიდობინა გული ჩერა ვერ დაედია სხივმა ჩატეხა მინა ირგვლივ გაფანტა სითბო ეს ხივი მეც მომწვდა მომეფერა და გული გამითბო გული გაქვთ სიკეთით სავსე მიყვარს თქვენი თვალები სუფთა და თქვენს ხივამდე რაც კი მაკლდა შევივსე გულით სათქმელი რაც მაქვს გეტყვით მიყვარხარ და უბრალოდ თვალებით გეტრფით რაც მაქვს გეტყვით მე თქვენ მიყვარხარ და მას ჩემი თვალებიც გეტყვით ტკივილმა ბევრი მოგაყენათი არა ბევრსად კი ნაგული დარდმა სევდათ გადაიარა გულით გაკეთებული არი კარგება თუ აისწრფელი მე მჯერა და მომავალს ფერებში ველი გაიღიმე და არ მიუშვა თქვენს გულთან სევდა ისე ძლიერად და ლამაზად მიყვარხართ როგორც შვილს დედა გაჩნია კარგის მთქმელს ვიცი რომ გულიდან გულამდე მიიღებთ გამიგებთ სათქმელს სიბნელეა იქ იზირება გემი მე გიპოვე თქვენ და დღეს მიხარია რომ უბრალოდ სულის ნაწილი ხართ ჩემი ეს არის მოჭა ჩაფიქრებაზე დავინახეთ სხვა ამბულვაში, სხვა პრიზმიდან, სხვა განზომილებიდან. შეიძლება ადამიანი იყოს მედავითე აქტიური, მრევლის აქტიური ნაწილი იყოს, მაგრამ ის რომ ამ ხელნაწერს მოეჭიდო და გარისხო ამას კაფედობასთან ერთად სჭირდება სახარებისეული სიბრძნით განხტობა. ხოჭა ჩაფიქრებაზე ეს წარმატებით შეძლო. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რადგან მე თვითონ
ძალიან ვარ დაინტერესებული ქრისტიანული მოძღვრებით, ძალიან ბევრს ვკითხულობ რელიგიურ ლიტერატურას, ეკლესიაში აქტიური მრევლი ვარ, სტიხაროსანის ვარ და თავსვარებულად ვიყავ იყო ჩახედული მეტალები. ხოლო როცა მე ვკითხულობდი ამას გოჩას ჩანაწერებს, რომელიც თურმე 20 წელი იწერებოდა, გაოცებული ვიყავი და სხვადასხვა არ მიყვარს მე დამალვა, დაურეკე და უთხარი ჩემი გაოცება და გაოცების მიზეზის უთხარი. ნამდვილად არ მოველოდი. ყველაფერი ისე დაიწყო, როცა რამდენიმე თვის წინ ამ დარბაზში მაღლა ესე იგი საგამოფენო დარბაზში შევხვდი შემთხვევით ერთმანეთს გამოფენაზე და მითხრა რაღაცა მაქვს და შეიძლება გამოცემაზე ვიფიქრო და რამდენიმე თვითონ ტელეფონში რამდენიმე ჩანაწერი მანახა. ნუ მე წავიკითხე უთხარი კი ბატონო, მაგრამ მთლიანობაში წიგნი რო წარმოვიდგინო მე უფრო მეტად დამაჯერებლად კითხე პასუხს მეთქი და გადმოიგზავნა წიგნი და რომ დავიწყე კითხვა უბრალოდ გეუბნებით, ესე იგი არ შემიწყვეტია. ეს კითხვა კი არ იყო, ეს იყო ორჯერ უბრუნდებოდი. არა იმიტომ რომ გაუგებარი იყო ჩემი სპირიტით, მე მაინტერესებდა რა სიგნები იყო მაგ. უფრო მარტივად რო იყოს გასაგები თქვენთვის, მე წავიკითხავ წინასწარმეტყველებას, ჩემივე როგორც რედაქტორის წინასწარმეტყველებას. ქოჩა ჩაპუგაიძე საზოგადოება იცნობს არა მარტო როგორც ნიჩია კომპოზიტორს და ქართული და უცხოური სიმღერების უბადო შემსრულებელს, არამედ ქრისტიანულ მოძღვრებასთან წინ ნახავს შემოკლეცებს. იბერიონმა სხვადასხვა დროს გამოსცა, იბერიონი ნახავთ, იბერიონი გამომცემელი ამ წიგნის, გამოსცა მისი ქრისტიანული სამში გასილოცნებული კრებულები, ამბავი კეთილი, იესო, წვიდათა საგალობლები, სადაც ლექსის ფორმით გამოსცა საკუთარი განცდები და დამოკიდებულება მართლმადიდებლობისადმი. მისი პირველი წიგნის ამბავი კეთილი წინასწარმეტყველობაში როგორც რედაქტორი და გამომცემელი წერდა. მარტო გამბედოობა არ არის საკმარისი, საკუთარ გულში უნდა გადახარჯო ის სიბრძნე, რასაც სახარება გვასწავლის. ამასთან სულიც უნდა გაისუფთავო და ასე აუღო გოლგოთის გზას. არც მარტო ნიჭია საკმარისი, ასე პაკისტემა შეეჭიდო. მადლმოსილიც უნდა იყო და სახარებასთან შეხების ზნეობრივი უფლებაც უნდა ჰქონდეს. ჟანდობლივია, რომ მომდევნო კრებულებში მან კიდევ უფრო დახვეწა პოეტური გემოვნება და სახარებისეული სიბრძნით გაჯერებული სტრიქონები აჩუქა ქართულ კითხვას. თუმცა ყველა გამოცემებისგან გამორჩეულია მისი წინამდებარე წიგნი სახელწოდებით დააკვეთით ურთულესიდან უმარტივესამდე. თქვენ წიგნი მეგონი გაჩუქეს, უმრავლესობას ხელთ გაქვთ, თუ წაიკითხავთ დარწმუნდებით, ესე იგი ასახაური რატომ ესე ურთულესიდან უმარტივესამდე. ფიქრები მართლმადიდებლობაზე, ნუ ესე იგი ეს უკვე შესაძლებელია. სადაც თხრობითი სტილით გადმოცემულია მართლმადიდებლობის უმთავრესი არსი და ავტორის დამოკიდებულება ამ ჭეშმარიტი რელიგიისა. რაც ყველაზე საგულისხმოა, ავტორი განმარტებებს იძლევა სახარების ალგორითმულ თავებზე და პრაქტიკული მაგალითებით მარტივად ხსნის სახარებისეულ სიბრძნეს. შეგუებულია ისიც, მის ნააზრებში აშკარად იგრძნობა თავმდაბლობა, აშიშრებს საკუთარ უზრუნველობას. რაც იშვიათია ხოლმე, როცა საქმე დოგმატების შესრულებას ეხება და რაც მთავარია, კითხვებს პოტენციურ მომრევლს ამ შემთხვევაში ესე იგი რომ წაიგეთო რაღაც წარმოდგენაც უნდა ჰქონდეს ქრისტიანობაზე და ცოტა ესე იგი სულიც უნდა ჰქონდეს რომ ღმერთთან ახლოს იყო. ესე იგი რელს უჩებს ხელი რა იყო ამგვარნეულ ამაოებაზე იზრუნონ საკუთარი სულიერების ზრდაზე და ხელდამშვენებული წარდგნენ მუდრის წინაშე. ეს ყველაფერი ასე სხარტად და მარტივადაა გამოთავსებული. წიგნი ნებისმიერი კითხვისთვის საინტერესო იქნება. და ბოლოს, როგორც ბატონი გოჩა ბრძანებს, წიგნი თითქმის 10 წლის განმავლობაში იწერებოდა საკუთარი გამოსვლების გათვალისწინებით, რამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა ის. გულოცავ ბატონ გოჩას კიდევ ერთხელ ამ გამარჯვებას პირდაპირ ვარკვევ სახელს, ამ გამარჯვებას, რადგან როგორც გითხარით, თავხედობაც არის საჭირო, ასეთ თემას მოგიდო ხელი, მაგრამ რაღაცებიც უნდა გიმშვენებდეს ვერც. მიხარია რომ ასეთი წიგნი იშვა საქართველოში ქართულ ენაზე და ამის ავტორი გახლავთ არა სპეციალისტი, არამედ ესე იგი პიროვნება, რომელიც ხელოვნებას ემსახურება, სულ სხვა არის მისი მიმართულება, თუმცა ესე იგი გოჩამ შეძლო ეს და თქვენ წინაშე წარვადგინეთ. მე ემოციებს მართლა ვერ ვალავდი მაშინ იგივე ემოციები დამყვა
აქამდეც დარწმუნებული ვარ თქვენს ასეთი ემოციებით წაიკითხოთ ამ წიგნს და ბევრ რამეზე დაგაფიქრეთ, რაც მთავარია. წიგნის დანიშნულება პროფესიალურ რაღაცა გასწავლოს, რაღაცაზე დაგაფიქროს და ეს წიგნი ნამდვილად იძლევა ამის საშუალებას. კი ბატონო, აღრეც ვაქებდი ხოლმე, როცა მისი სხვა წიგნების აღდგენება იყო, მაგრამ ის ესე იგი სულ სხვა რამ არის. ლექსის ფორმით გადმოცემული სხვა არის და სულ სხვა არის, რა როცა შენ საშუალებას ეძლევა ჩაუყმავდე და ბევრ რაღაცაზე დაფიქრდე კიდეც. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ისე მიიღებს, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა, თქვენს მოსაზრებებსაც გაუზიარებთ ოჯახს. დღეს ალბათ ვისაც გაკითხული აქვს, თუ ასეთი ვინმე არის, ესე იგი ამ წიგნზე ისაუბრებს, თუ არა და ყოველ შემთხვევაში კეთილი სურვილები მაინც იქნება. მე რამდენიმე პიროვნება მაქვს, ყავს ჩაწერილი გამომსვლელებში, თუ ვინმე სურვილი ექნება, შეზღუდული არ იქნებით. ბატონო გოჩა, მოდით ვიდრე ჩვენ სხვაზე გადავიდოდეთ, მინდა თქვენ უთხრათ პუბლიკას, როგორ იშვა, როგორ იწერებოდა ეს წიგნი, როგორ იბადებოდა ეს მნიშვნელოვანი გამოცემა. მადლი მშვიდობაზე გასაგებოდა სრულიად საქართველო. ძალიან მიყვარს ეს სიტყვები. ჩემთვის მაგალითად თვალზე რომ რამდენი ადამიანი მოვიდა არის წიგნის ამ წიგნის გასაცნობად და ჩემი პატრონისთვის არის გაუგნებელი ვარ მართლაც აი უღრმესი მადლობა უდიდეს პატივად ვთვლი რომ ასეთი ღირსეული საზოგადოების წინაშე მე თავში ვზივარ და ასეთ ადამიანებს უნდა ვესაუბრო და რაზე ვესაუბრო ჩემ წიგნზე როცა მე გამოგიტყდებით სინამდვილეში სკოლაში თავისუფალ თემასაც კი ვერ ავწერდი, მაგრამ საოცარია ღვთისგანგებულება ხო რანაირად მოხდა და ეს მე რამდენი წიგნის საუბრობა გაუცებული ვარ ნამდვილად, მაგრამ აი როგორც ბატონმა საუბნა აღნიშნა რომ ეს წიგნი მართლა განსხვავებულია ყველასგან ნამდვილად ვთვლი რომ განსხვავებულია, იმიტომ რომ აქ მე ჩემი თავიდან ბოლომდე წარმოვადგინე აი როგორც ადამიანის დაცემული ბუნება ისე რომ მკითხველისთვის არაფერი უცხო იქ არ იქნება იმიტომ რომ ყველა რომ ჩვენ თავში და შინაგან არსებაში ჩავიხედოთ ნამდვილად ასე იქნება და აი მე თვითონ სხვა არაფერი ვილაპარაკო უბრალოდ აი ავტორისგან რაც მიწერია მე იმას წაგიკითხავთ და დანარჩენ შემდეგ უკვე სხვა გააგრძელოს ვიყავით ჩემთვის ქონდა ჩემი ცხოვრების რეჟიმი მოწესრიგებული ხორციელიც და სულიერიც ერთიც მავსებდა თავისებურად და მეორეც ქონდა ასე თუ ისე გაწონასწორებული დღე ვიდრე რაღაც უცნაური მართლობა არ დაისადგურა ორივე მათგანში აუგდაურია და ყველაფერი თავდაპირა არ დააყენა არ ვიცი ეს რა გრძნობა იყო მაგრამ ჩაკეტილი ყოველდღიური ნაჭუჭიდან ამომიყვანა რაღაცნაირი სიტყვა ჩამოვარა და სულ სხვა ადამიანად გადამაქცია ვეღარ ვცნობდა ვერავინ და ვეღარ ვცნობდი ვერავის კონკრეტულად მიხაროდა გათენება და დახამება ერთ წერტილში მოეცა ჩემი ორივე ცხოვრება გავხდი ამ გრძნობაზე დამოკიდებული და სულ შევიცნობდი სადაც არ უნდა ყოფილიყავი და რაც არ უნდა მეკეთებინა დღესაც არ ვიცი ეს რა იყო ან რისთვის შემოიჭრა ჩემ ცხოვრებაში რადგან დამამწუხრა და დამასევდიანა იმით რომ წავიდა ისევე წავიდა რატომ ან რისთვის მოვიდა ან რისთვის წავიდა თუ ასე უნდა დავეცარიერებინე რისთვის შემომსო თუ ასე უნდა გავებედურებინე რისთვის გამობედურიერა თუ ასე უნდა დავემწუხრებინე რისთვის გამახარა დავუზუკითხვა და ვეძებდი პასუხს ვეძებდი დარდით თვალზე ცხენი მარადიული აუტანელი და გაუსაძლისი ენით გამოუთხელი ტკივილებით ვეძებდი და პასუხი ჯვარცმის და ჯვარცმულის საიდუმლოში აღმოვაჩინა მე ვხვდი რომ ის ტანჯველ გზაზე ვიდექი და შვება იმაში ვყოვე რომ ეს გრძნობა ჯვარცმულში გაასკეცებული და 1000 გზის უფრო სრულყოფილია
თავისი არსით მთელ სამყაროს აწმობს, ავსებს და ალამაზებს და მაშინ მივხვდი, რომ ის გრძნობა ჩემიდან არსად არ წასულა, არამედ უფრო გაძლიერებულა, გამცაფრებულა და მეტს ითხოვდა ჩემგან. ხო და გადავწყვეტე ჯვარცმულისთვის მიმედო ჩემი სიცოცხლის დარჩენილი დღეები, ჩემი ცოდვილი და ნატანჯის სული, აღდგომის, ამაღლების და საბოლოოდ მასთან დამკვიდრების იმედით, რწმენითა და სიყვარულით. მე გითხარი და კიდევ ამბობ, ხაზი მინდა გაუშვეროთ გარემოებას, წიგნი არის დაწერილი სუფთა ქართულით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ისეთ აქის თემას ეკედა, თვითონ როგორც რედაქტორს არ გამჭირდებია, არც აღქმა, არც განართვა სჭირდებოდა ისეთი განსაკუთრებული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბატონი გოჩა პასუხისმგებლობით ეკიდება შემოქმედებას, როგორც ეს ხელოვნებაშია წარმოჩენილი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს წიგნი წაკითხული აქვს კალბატონ თამარ მოსიაშვილს და ვთხოვთ საუბარი აზრი გაგვიზიაროს. თუ ადგილიდან თუ ისე. მიკროფონთან შეიძლება. გოჩა მართლა ძალიან საინტერესო, მრავალმხრივად ნიჭიერი, დიდი ფანტაზიის პიროვნება, ალალი, უანგარო, ურთულესი სულიერი საკითხების საოცრად უბრალო ჩვენამდე მომტანი. ისე მომტანი, პირდაპირ რომ ჩაგანათებს გულში, გონებაში, მაგრამ ისე რომ თვალი არ მოჭრას, არ გადგინოს. მე მაქვს ბედნიერება, რომ ის ჩვენი ოჯახის წევრია და არა მარტო მისი ნიჭიერებით, არამედ მისი ადამიანობით ვართ ყველა ჩვენთაგანი მოხიბლული. ის პირადად ჩემთვის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იზრდებოდეს ადამიანი პიროვნულად, ყოველდღიურად, შემოქმედებითად, ზნეობრივად, როგორ უნდა მიაღწიოს სრულყოფილებას. ის არის ადამიანი, რომელსაც მართლაც შეუძლია ორი პერანგიდან ერთი გასცეს, ორი ლექტიდან მეორე მოყვას და მტერსაც გაუყოს. არაერთი მაგალითი ვიცი ამის დამადასტურებელი. თუმცა, რა თქმა უნდა, უმადურობით ისიც როგორც ყველა ადამიანი, გულმოწყობილიც დარჩენილა. პირადად მე ცხოვრების არაერთ მძიმეს მომენტში დამდგომი არ ვერჩევი და თვითუფალიც სწორედ გოჩას წყალობით ვიყოვე. მადლობა მას ამისთვის, რომ არ დარჩი წვდიანში. ის არის შესანიშნავი მამა და მეუღლე. არაერთხელ გამხდარა მოწმე იმისა, თუ მთელი დღის გავლენს ნანელულებს სამსახურის შემდეგ ხშირად ღამის 3 საათზე მიურთმევია მეუღლესთვის ყვავილები და განსუფლებული დარჩენილ ვარამშუა ღამისას სადიშოვა მეთქი ყვავილები. განაბერმა მაგაც შეუძლია ამის გაკეთება თანაცხოვრების 10-20 თუნდაც 30 წლის შემდეგ. ასეთი ადამიანია გოჩა. მე მას უდიდეს პატივს ვცემ. ის არის კაცი, ნამდვილი გაგებით. მოვიდა ქვეყნად და ქვეყანაზე დატოვებს კაცურ კვალს. დაგილოცა მომავლის გზას გოჩა, შენ და შენს დიდებულ ციგნს წარმატებებს გისურვებ. უმეტეს მადლობა. ქალბატონმა თამარა თქვა, ეს არის მადლობა კიდევ ერთხელ გოჩას ლავაზებისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ დღევანდელი დღის გალამაზებისთვის. ამჯერად მინდა ვთხოვო ბატონ დესო ჩუბინიძეს. ისეთი დიდი ადამიანების ხედავ და ისეთი დიდი პოეტები და ისეთი დიდი მწერლები ბატონ თამარჯეშვილს და რომ დავიწყოთ აქეთ გამოყვეთ მადლობა ვერ მოჩვევით ბატონ გოჩა. მე უპირველეს ყოვლისა ძალიან მომეწონა ასიყვას ხო ახლა თქვენმა ათესა სოლის და ხო მე ვიცნობ ბატონ გოჩას ძალიან დიდი ხანია მქონდა ბედნიერება მასზე გადაცემის მომზადების და ეს იშვიათ რესპონდენტებს შორის არის ეს ადამიანი გოჩა ჭავჭაიძე, რომელმაც დააკმაყოფილა ჩემი როგორც ჟურნალისტის აბსოლუტურად ყველა შეკითხვის პასუხი ამომწურავ. განაისო ტრაფარებული, აბსოლუტური იმპროვიზატორია კაცი. სრულად მოყვება ყველაფერში. არ ეშლება არაფერი. ამ წიგნიდან რო წაიკითხავთ, მე მივხვდებით და გადაღების ერთ-ერთი ეპიზოდი ჩვენ გადავიდეთ ტაძარში, მასთან სადაც ის გალობს. მე არ მყავდა გოჩა ნანახი
ჩემდა სამწუხარო მანამდე ტაძარში მოგალობე, ძირითადად სცენაზე ვიცი ეს კაცი და ვიცი სუფრასთან და როგორი ქართველია, იმიტომ რომ მე სამწუხაროდ დეფიციტს განვიცდი იმ ხალხისას, რომლისთვისაც ქართული სუფრა და ასი დამალებული ჩამისხის ტომატი გაიზარდა არ არის. ამ კაცისთვის აკადემია არის ის სუფრას და აკადემია ის ტაძარის და აკადემია ის ცხოვრობს და ეხლა ასეთი თავდაბალი კაცი მე იშვიათად მინახავს რა. მართლა გეუბნებით, ვაი როგორც ჟურნალისტი ისე გეუბნებით, ასეთი თავდაბალი რესპონდენტი მე ფიცე ჩამოსათვლელი ვიცი ალბათ ამისა და ბატონო გოჩა წარმატებები შენ იცი ჩემი შენობით იმიტომ გესაუბრები რომ ასაკობრივ ზღვარს არ ვიცავ იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა ადამიანი ხარ და ასეთი ადამიანი ხარ ასეთად აგრძელებ ცხოვრებას და 100 წლის რო გახდები აგერ კიდე ერთი პრეზენტაცია რა იქნება 100 წლის იუბილეზე რომელიმე წიგნის მერეც ასეთი ხალხმრავალი შეკრება ქონდა და ჯანმრთელობა უსურვოთ ბატონ გოჩას რაც ყველაზე მთავარია მშვიდობია საქართველოში მადლობა კიდევ ბატონმა ბესონ თამაჩეიშვილი ახსენა ბატონ თამას მომავალ შაბათს კიდევ 2 საათზე აქვს თავისი პროზაული კრებულების წარდგენება, ვისაც სურვილი გექნებათ, აქედან მოგებადიშებით. თო ბატონ თამას. მე გავაწერე ბატონ ბესოს თემას. პირველად გავიცანი ბატონი გოჩა YouTube-იდან. ესე იგი ნახე და მოვიდა ძალიან ისეთი თავდაბალი კაცი ჟიურის წინაშე. და ეს ჟიური ისე სკეპტიკურად შეხედა, ამას არ მეინტერესებს. რაც ბატონმა გოჩა მიგიმღერა, თვითონ ჯო კოკერს არ უმღერია ნამდვილად და ეს. ბატონი გოჩა მე კიდე ხონდა საშუალება რომ შევხვდები უაღრესად თავდაბალი პიროვნება უსაყვარლესი ადამიანი საქართველოში რომ იყოს ერთი 30% გოჩასნაირი ადამიანები ბედნიერი ხალხი ვიქნება. მე აფრიკს წავეკითხავ და ჩემ აზრს გამოვხატავ ლიტერატურულ საქართველოში. გოჩა გინოსა ბენას მაია კახეთის ხოთ. ხუხა ისეთი ამინდია მაინდა-მაინც რო არ გეხარია ხა გახდე, მაგრამ ისეთი ადამიანია აუცილებლად რომ და ინახო რომ მიხვიდე და მოვიდე. მე და ბატონი გოჩა მრავალი წლის მეგობრები ვართ, მინდა გითხრათ ოჯახებთან. იმის გარდა რომ თავდაბლობა ერთია, რაღაც ქართველობის სული კიდე სხვა არის. ხელოვნებაში ფესვები უკვე ღრმა და აქვს დიდი ხანია და ესეც სხვა არის, მაგრამ იცით აქვს კიდევ მას მათვისებები, რომელიც არავინ არ იცის. მე ოჯახში მქონდა ესეთი მდგომარეობა და საერთოდ არ ველოდი და სახლში მოვიდა და მოვინახულა იმ ძნელბედობის ჟამს. აი ესეთი ალბათ სხვა უამრავი ასეთი მომენტებიც აქვს, მაგრამ მე თამამად შემიძლია გითხრათ როგორც უკვე 14 წიგნის ავტორმა თავის დროზე არ მეგონა წლების წინ არ მეგონა ბატონი გოჩა ამდენ პროდუქტს თუ ჩალებში პროდუქტს დავიდებდა, ვაჩუქებდა, მოგვართმევდა და ესეთი საჯარო და საყოველთაო გახდებოდა მისი ეს მიჯერება. მას პატარა ერთ-ერთ ჩემ წიგნში შევიტანე, პატარა ლექსიც მომიძღვნა და ესეც გარკვეულწილად სიხარული და ბედნიერება. მაგრამ კიდევ უფრო ერთს დავამატებ, თითქოს რომ არ შეგაწმინოთ. კი მიუძღვნიდი ლექსებს და ყველაფერს, მაგრამ მე ცალკე წავიკითხავ და ცალკე მივუძღვნი.
მაგრამ ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა. დღეს კი ბატონო უფრო ღმერთმა გამრავლოთ და გვამრავლოს ყველა, მაგრამ თავის დროზე წლები მრავალი წლის წინ ბატონი გოჩა როდესაც გავიცანი, მე მივხვდი რომ ჩემს ერთ-ერთ საღამოზე ის უნდა მომეწვია. საერთოდ ის არ ჩანდა და არც არავინ არ იცოდა გოჩა ჭაბუკაიძე, არც ერთმა მწერალმა, არც ერთმა პოეტმა და არავინ. ბატონი გოჩა მომეწვია მე ჩემს საღამოზე და არც მithოვია, მაგრამ მიხვდა გემოვნებით, იქ იყო როიალი, დაჯდა და შესანიშნავად ეს იყო პირველი წერლებთან ნაცვლობა, ასე ვთქვა და ეს ის იყო ჩემი სტუმარი, მაგრამ გახდა მერე ყველა სტუმარი. აი დღეს და მას მერე უკვე იმან მიწვია და ასე თანდათან ყველამ გაიცნო უკვე ბატონი გოჩა ჭაბუკაიძე. ხო და ისე სულ ფიქრობ ხოლმე, ალბათ მოდაში იყო გოჩა და ხუჩა, როცა სახელი დაარქვეს, მაგრამ ჭაბუკა ბიჭიც რო დაერქვიეთ, ჭაბუკაიძე კაი იქნებოდა თქო. იცოდ ჩემო გოჩა, იცი შეიძლება ხა ყოველ წამს მე არ მაქვს, არც შენ გაქვს ამდენი დრო, მაგრამ იცი რომ ჩვენ სულ ვარსებობ, ჩვენ სულ ვართ, ნებისმიერ დროს ვერდით ვართ ერთმანეთთან, ესეც ძალიან კარგად ვიცი. გეპერები შენ ოჯახს დიდი სიყვარულით პატრიოსებით, ისევ შრომა ახალწლთან მტრიალებთ და ყველაფერს ერთად გილოცავ. წიგნი ეს არის შენ ხო ყავს ორი შვილი, ნამდვილი შვილი. ესენი შვილები, ეს ახლა უკვე მრავალშვილიანი ხარ შენ უკვე ხო და აბა მიულოცოთ ეს მრავალშვილიანობა. გავაკეთე ეს ჭაბუკაიძე და იქნებ. ამაჩები დასტური არ ჩიტება, თუმცა ყველაფრის ზომიერება საჭირო და დღეიდან უნდა მოხდეს პირობა, რომ ზედმე და თავდაბარი არ იქნება, იმიტომ რომ ამ თავდაბლობაში ისი უნიკალური ნიჭი დაიგარგება. აქედან გამომდინარე, ბატონი გოჩა იქნება თავდაბალიც, მაგრამ იმას ესე იგი რაც მასშია, იმას აუცილებლად გამოასხივებს. აქ ბევრი თქვენგანი პატივსცემთ, იცნობთ გოჩას როგორც პიროვნებას, მართალია წიგნის აღდგენაზე და წიგნზე საუბრობენ, თუმცა რადგან საკითხული არ გაქვთ, ყველას ეხება საშუალება მოეწეროს ორიოდე სიტყვით და გოჩა წარმოვიდგინოს როგორც პიროვნება და როგორც ეს მოახერხეს გამომსვლელებმა. ამჯერად მინდა ვთხოვო ახალგაზრდა შემოქმედს ილია ჭკადუას იგივე ვაჩეს. ძალიან საინტერესო არის ჩვენი ცხოვრება და მithumetes ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ მრავალფეროვნებით არის სავსე და სუსიახლეებით და იმპროვიზაციებით შეიძლება ითქვას. 2015 წელს ჯარჯი შუქიაურმა გამოცნო გოჩა და მე იყო მოსული ჩემს საავზე, ჩემი პირველი წიგნის სადგინებაზე და თვითონ მითხრა რომ თუ შეიძლებაო და თუ გაქვს სურვილიო სიმღერას ვიმღერებო და ამით რაღაცნაირად უფრო შევავსებო შენს საავზეში და მე კი რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიამოვნებით და სიხარულით და მაშინ შეასრულა Pink Floyd-ის Wall, ასე ვთქვათ. გაოცებული ვიყავი კაცო. ეხლა ადამიანის სასწრაფო ცნობა შეიძლება და მეთქი ესეთი შვიდი ადამიანი, ესეთი კეთილი ადამიანი, ესეთი გადავიდა და ესეთი რაღაცა სხვა ჟანრის და სხვა სტილის მუსიკა შემოგვთავაზა და ჩანს მეთქი რომ საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია, მრავალფეროვანი ადამიანია მეთქი და ასე ვთქვათ მაშინ შედგა ჩვენი მეგობრობა, 10 წლიანი მეგობრობა გვაქვს. მას შემდეგ ვიყავ მე მისი მომდევნო წიგნის სარგინებაზე ამბავი კეთილი, სადაც როგორც პოეზიის კუთხით, მაშინ გავიცანი როგორც მომღერლის კუთხით, შემდეგ როგორც პოეზიის კუთხით და იმ წიგნში რომ ჩავიხედე, მივხვდი რომ ამ ადამიანს ჰქონდა პოეზიის მიმართ სწრაფვა, თოვა და ნიჭი. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ დღევანდელ დროებაში შემოქმედებითი ადამიანების ორი კატეგორია არის შემოქმედების. ადამიანები, რომლებიც თავიანთ შემოქმედებას, თავიანთ ნიჭს მიყენებენ საკუთარი თავის გამდიდებისათვის და ქმნიან შემოქმედებას, რომ გამდიდნენ და წარმოჩინდნენ საზოგადოების წინაშე და
არის მეორე კატეგორია შედარებით მცირე რაოდენობის, რომელიც თავისი შემოქმედებით ადიდებს უფალს. გოჩა, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ამ კატეგორიას, რომელიც მთელ თავის შემოქმედებას უსწრებს უფალს, ადიდებს და არის მუდმივად ძიებების პროცესში, არის განსაცდელების ამოხსნის პროცესში და ეს არის საკმაოდ მისტიური და ფილოსოფიური, შეიძლება ითქვას ეზოთერიკური გზა, რომელიც ადამიანს ცდილობს, რომ მიუახლოვდეს ღმერთს. ადამიანში არის როგორც სიმარტივე, ასევე არის სირთულე, მოგეხსენებათ, ჩვენი ცხოვრება სავსეა სიმარტივებით და სირთულეებით და ეს სიმარტივის და სირთულის მონაცვლეობა ერთმანეთში რახან არის ადამიანში, ესე იგი ის ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცას შეცდოს, რაღაც სიმაღლეს შეცდოს. ეს არის იგივე შეცდომის ძიების პროცესი, რომელსაც გადის და ნაწილობრივ მე ვფიქრობ, რომ გასულია ამ გზას გადალახული გოჩას, იმიტომ რომ მე რასაც უყურებ ახლა ეს მესამე კრებული არის ამის დასტური. ბატონმა ზაურმა ძალიან კარგად თქვა ამ წიგნის შესახებ, რომ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს ბატონი გოჩა, როგორ ზოლებში არის ადამიანი, როგორ განსაცდელებში, რომ განსაცდელების გარეშე საფრთხისმეტყველო ლიტერატურა არ იქნება. თუ არ დაეცი და ეს წამოდგომის პროცესი არ გაიარე, ჩვენ ისე ძნელია განსაცდელის გარეშე მიმოხილდე უფალს და გარდა ამისა კიდე რაც შეეხება გოჩას პიროვნებაზე რომ ვისაუბროთ, მე კარგად თქვენს წარმოდგენილმა საზოგადოების წარმომადგენლებმა მე ბევრს ავისაუბრო, უბრალოდ ვიტყვი, რომ რასაც ქმნის ადამიანი თავის შემოქმედებას ძალიან ჰგავს გოჩა და პიროვნულად ასეთი არის ეს რაც თავარია, რომ შემოქმედი უნდა თავდეს თავის შემოქმედებას, არ უნდა იყოს ნამდვილი თავის შემოქმედებაში და ეს არ უნდა იყოს ამბიციის და რაღაცა ნებების და გრძნობების დამოკიდებული პოლიტიკა. ამბობთ ჩვენ ხშირად მესმის ხოლმე მე პროფესიონალი მხატვარი არა ვარ, პროფესიონალი მუსიკოსი არა ვარ. ამით ხაზს უსვამენ, რომ პროფესიული განათლება არ მიუღიათ, მაგრამ იმდენად გადამოსილნი არიან, არაფრით ჩამოუვარდებიან ერთადერთი პროფესიონალებს. ჩვენ უდიპლომო პრეზიდენტი ყავს ბოლო-ბოლო და ახლა არაპროფესიონალი მხატვარი ვყავდეს, ანუ ესე იგი თვითნასწავლი მხატვარი ვყავდეს, თვითნასწავლი მუსიკოსი ვყავდეს. რა მოხდა ამით? სხვადასხვის გოჩას ბოლო წიგნზე ორმა მხატვარმა იმუშავა. ორივე წარმოდგენილია დღეს ჩვენთან. მე მინდა უპირველესად კაბადო ნინო ხოხტაშვილს ვთხოვო, რომელიც არის წინამდებარე კრებულის გარეკანის პირველი გვერდის ავტორი. ხო, გამარჯვებული. ძალიან თვალსაჩინო გაწენთ. მიულოცავ გოჩას გამანდროდეს. ძალიან მიხარია, რომ საზოგადოებაში ვარ. არაჩვეულებრივ პიროვნებებთან პირველ რიგში და ჩვენს ქართულ მოღვაწეებთან ერთად მეც აღმოჩნდი ასე სპონტანურად და ყველას გისურვებთ წარმატებას და ასეთ სიხარულს. ეს არის ერთობლივი ნამუშევარი, მე ვფიქრობ და თუ პატარა წვლილი მეც მაქვს შეტანილი, ძალიან ბედნიერი ვარ ამით. უფალმა დაგუძიცოთ ყველა. დიდი მადლობა. მადლობ გაბატონო ნინო, სხვადასხვის ნინო და გოჩა ერთად მღერიან ერთ-ერთ დაწესებულებაში და ძალიან ისეთი ახლომედობრები არიან, ამის თაობაზე მაქვს ინფორმაცია და ძალიან ისეთი მისაბაძია ამათ მეგობრობა და ურთიერთობა. არის მეორე მხატვარის, რომელმაც წიგნის ბოლო გვერდი გააფორმა, ანუ პორტრეტი შექმნა ბატონ გოჩასი, ბატონი გიორგი პიკაძე. ხო. მოგესალმებით ყველას. რაც შეეხება პირველ რიგში ბატონ გოჩას მე მიულოცავ დღეს ყველას მადლობა დაფასებისთვის და შეფასებისთვის, რომ ბატონი გოჩა დააფასეთ და მოიტანეთ. მოგეხსენებათ, მე ვარ პროფესიით მოქანდაკე და მხატვარი, მე რაბექნისთვის მომწავლე რა. რაც შეეხება ბატონი გოჩა დავეცანე 2018 წელს, მანამდე ინტერნეტით ვიცნობდი რა. ერთ-ერთ საღამოზე გაიმართა მისი პოეზიის საღამო რა და მოგეხსენებათ ის სურათი, რაც მე შევქმნი, ხო?
საბასაფარალის საღამოზე მღეროდა ბატონო გოჩა რა გადაცემა საქართველოს და ჭუმად გადაუღეს სულათი ეს ვთქვათ მან ნახაძე ეკავა მიკროფონი და მე საერთოდ დავაყარებინე რომ გადაცემა საქართველოს დავაყრე მაგ ნახაძე და მე 2018-ში ეს საღამოზე ჭუმად მიუტარე და იულოზე და მოკლედ იმის მერე უკვე ჩვენი მეგობრობა ძალიან ესე ვთქვათ აქტიური გახდა და მოკლედ მიულოცა ბატონ გოჩას ისევ და წარმატებას უსურვებდა ყოველივე საკუთრებას უსურვებდა და ერთი ნახატიც კი წავიდნენ ამ ბოლოს შეჭერული პორტრეტი რა ასე რომ ბატონო ჩემთვის ორივე მხატვარი ძალიან ძვირფასია პიროვნულადაც შემოქმედებითაც მაგრამ აი რა უნდა მოყვე ესეთ გიორგიზე მან პირველად ვერო დამხატა და მეუღლეს ვაჩვენე მეუღლე და ეს რა არის ხო და ეს შენ საერთოდ არ აკავს ხო და მე ცოტა ეხლა უხერხულად ჩავარდი რომ კაცო რამდენი იწვავა დელი დრო დახარჯა ხატა ესა და მაინც არ საერთოდ არ გამიტეხებული და მეგობრებს ვაჩვენე ერთ-ერთი მეუბნება რომ შენი თავი გაბრაზებული არ გინახიო ზუსტად გამოხატა მაგრამ ესე იგი ადამიანმა წარმოიდგინეთ თქვენ ესე იგი ჩემში ის უარყოფით რაც იყო ხო დადებით დავაყოთ ხო ადამიანში არის ესე იგი ჯერ დახატა უარყოფით და მე ეს უკვე დადებითი გამოვიდა სამწეთხელში და მაგარია და მე კიდე მითხრა ეხლა შენ დიდი უზარმაზარი პორტრეტი უნდა დაგიხატო კიდე მიკროფონით ხელში და გააკეთე უცხარი უღრმესი მადლობა ნინოს და გიორგის ჩემი ესე დაფასებისთვის დაგლოცოთ მერმა გაგახაროთ მე რა ვიცი მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ ესეთი რამაზი სიურპრიზისთვის მადლობა გოგოჩა აქ შეიძლება ბევრს ვქავთ სურვილი მოეწეროთ გოჩას დღევანდელი გაგვილამაზოთ ამჯერად მინდა სიტყვა გადავწყვეტო თემურ გოგსაძეს ჩემო ძირფასებო ძალიან დიდი პატივით და სიყვარულით მინდა ამრია დამოუკიდებლად საზოგადოებას მოგესალმოთ და მაიკო ამბობდა კონგრესის დღეა რომ შეიძლება სხვა განწყობაზე იყოს მაგრამ იმდენად ნათელი და იმდენად სულიერებისკენ გახების ჟამია გოჩასთან რომ შეუძლებელია სინათლეს მე სულ ვამბობ პირველად სხვათა შორის მეც ვნახე გოჩა სცენას ნახე იქ სადაც YouTube-ში არის თქვენაც ნახეთ და უნდა გენახათ ეს რა ხდებოდა იქ იმ დარბაზის და ტურისტებს ეს იყო საოცრად თუმცა აი ამ წამს ახლა მე გრიგოლ ხანძთელის ცივე შტრიხს ვიხსენე როდესაც ის სწავლებას უწყებდა თავის შეგირდებს და საერთოდ არ იცოდნენ ვის ნაწარმოებს და რას აკითხება შეგნებულად არავინ არ იცოდა რას აკითხება და იმიტომ რომ მათ უნდა ჩაეხედათ ცნობიერში აი ცნობიერში რომლითაც ის წიგნი თუ სიგელგუჯრი თუ პერგამენტი იყო და გამოსცემდა აფრიკაშიც ძალიან მინდა ყველაფერი გოჩაზე დავიწყო არ ვიცნობდე მას საერთოდ არ მაინტერესებდეს ის ვინ არის როგორ ღები ჯოკოკებს თუ ქართულ საგალობებს არ მაინტერესებს ყველას გეუბნები და მინდა რომ ეს წიგნი შინაგანად ჩემეულად მისეული სინათლით დავინახო და წარმოვიდგინე და მე გირჩევთ რომ ეს ამგვარად წაიკითხეთ დაივიწყეთ გოჩა იმიტომ რომ ეს ჟამია მანამდე თორნიკეების თავი უნდა გავიხსნათ დიდებული ჩვენი გენიალური მხედართმთავარიც და ჩემთვის პირადად საოცარი შინაგანი სისუფთავის ადამიანიც როდესაც ის ბერა დაიკვეცა უამრავი რამ ტაძარში ეხლა წარმოიდგინეთ ხედავთ თავს რაღაცები არ მოეწყო ხო და კანონზომიერებებთან მიახლოებული რაც არ იყო ყოველთვის ის ამბობდა და
გაწყრნენ ზოგიერთი გაწყრნენ ესე წერია ფრაზა და მე ერთმა დიდმა მოძღვარმა ასეთი რამ თქვა რომ ნუ გასჭითო არა მარტო იმის გამო რომ უფალი ასე ძალებთან ცნება არამედ იმის გამო რომ საზონია ვერავინ და რას ნიშნავს საზონი და მაშინ თქვა რომ ხეთ ეს ბატონი არის საზონი და თუ რაიმე არ არის ისეთი როგორც თქვენთვის მიუღებელია თქვენ სამეთავს დააბრალეთ იმიტომ რომ ტაძარმა რაღაც დააკეთო ხოლო თუ უფრო კარგია იმაზე ვიდრე თქვენ არ მოგწონთო და ხეთ ასე უნდა იმას კი არა მოგწონთო იმაზე კარგი თუ არის ვიდრე თქვენ არ მოგწონთო მაინც მისი მხარე დაიჭირა მაშინ კიდევ უფრო მეტად საზონია ის მე ვფიქრი რომ ის რაც გადმოგვედინება ტაძრიდან რაც პატრიარქმა შექმნა ხო აი იქიდან ავტოკეფალიდან ბოლო წამამდე ეს გზა უნდა გამევლო და ჩვენიც გავიარეთ ახლა დგება ჟამი როდესაც საზონები უნდა შევიქმნათ ტაძარში და ჩვენ ცნობიერში აი სწორედ მე ვფიქრი რომ ამ წიგნის ყველაზე დიდი დანიშნულება არის ინტერპრეტაციას აკეთებს არა ის ვინც ტაძარში არა ის ვინც თეოლოგია და ვისაც ჩარჩოები აქვს მივიდეს ღვთაებრივ არსთან არავით უბრალოდ მარტივი ადამიანი მარტივი რომელიც ძალიან ახლოს არის უფალთან თქვენ ძალებით რომ ეს პირიქით უნდა იყოსო არა ჩემო თვითონს გარდამოსვლას უფალი გვიმარტივებს თავისუფლების და არჩევანის არის სამყარო ამიტომ ძალიან მარტივია ოღონდ პასუხისმგებლობა ამ თავისუფლებასა და არჩევანში ყველაზე ურთულესი და ამიტომ ამბობს უნიკალური სათაური აქვს ურთულესიდან სიმარტივისკენ მე აქ ფრაზა უნდა წავიკითხო იმიტომ რომ 29 იანვარს დაიწყება სამყაროს უნიკალური ჟამი სადაც უძველეს იბერიელები ამას ეძახდნენ ჟამი რჩევისა და გადარჩევის ნახეთ რჩევისა და გადარჩევის სამყარო გვირჩევს რომ გოჩას წიგნებში რაც წერია ეს შევიმეცნო ანუ გოჩა ამბობს აქ რომ უფალი გვაძლევს თავისუფლებას და ღირსებას და იმისთვის რომ ცნობიერში შემოვიტანოთ ის არა უბრალოდ რიტუალებში პირჯვარის წერაში შემთხვევით ესე ვთქვათ მონანიებებში და ასე შემდეგ არამედ ცნობიერში ჩვენს ყოველდღიურობაში იმისთვის რომ ურთულესი ჩვენი ცოდვებიდან დაწყებული ფიქრებიდან მარტივად უფალთან ჩამოვიდეთ აი ამას ამბობს და ცნობიერში არის რომ მოგეცეფო გონება რომლითაც თქვენ მიიღებთ რჩევას სამყაროსას რჩევას რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება ანუ აქაც ამბობს გოჩა რომ ჩვენი მიზანი და ამ წიგნის მიზანიც არის რომ ცნობიერი უნდა შევიცვალოთ ცნობიერი და არა რიტუალი არა დამოკიდებულებები იმიტომ რომ რიტუალიდან ერთივე ნაბიჯია ახალწლოვნება აი ამას ამბობს გოჩა ამ წიგნში რომ ცნობიერით უნდა ჩავიდეთ მარტივამდე თუ ჩვენ რჩევას არ მივიღებთ სამყაროს სხვა განზომილებაში გადადის და მაშინ გადარჩევის წინაშე გავხდით და მე მინდა რომ ერი ჩვენი და ყოველი ჩვენგანი გადარჩევაში არ მოვიდეთ ეს არის ამ წიგნის ყველაზე დიდი თემა და მე ვფიქრობ რომ ეს არის ყველაზე დიდი საზომი ჩემო ბატონო ზაო საზომი იმის რომ რაც ეკლესიიდან ასე თუ ისე გამოვიდა ახლა პირიქით იქეთ შეგვიძლია და მიდის და ბოლოს კიდევ რომ აქ ესეთი ძალიან საინტერესო ფრაზა უნდა ვიპოვო მომიწევეთ რომ მამულს ეხება და არისო ის მამული საიდანაც ჩვენ გადმოვედი ხეთ სიტყვა მამული ბატონი გოჩას რა თქმა უნდა უნიკალური ინტერპრეტაცია რომ მამული ეს არის ჩვენ სადაც დავიბადეთ მაგრამ არის კი მარტო ის სადაც დედამიწის დაბადების ადგილია არა საფრთხე ისტორია ამბობს რომ ჩვენ იქიდან მოვედით იბერიელები დასაკითხებით და ჩვენ გვაქვს ორი განზომილების მამული ორი განზომილების ერთი დედამიწა იბერია და მეორე ღვთაებრივი არსით სამყარო საიდანაც ჩვენ აუცილებლად მოვედით ამიტომ ჩვენთვის მამული ღმერთია
და ჩვენთვის მამული არის კონკრეტულად დედა იბერია ჩვენ საქართველოს და ეს არის ჭეშმარიტი საზომი ორივე ამ გაზომილების. Bravo ჩემი მამულო. ხშირად როცა დარბაზი არიფსება ავტორები გულისხმობს გამახარებენ და მე მომხოლოდ გულისხმობ თავარი რაოდენობა კი არა ხარისხი ამეთი. სინამდვილეს ასე. მაგრამ დღეს ის სიტუაცია როცა რაოდენობას და ხარისხის პირდაპირ მოსულია ერთმანეთის. აქ მოგზაურობთ ის ადამიანები ვინც პატივისცემთ ბატონ გოჩას როგორც პიროვნებას და გოჩა ჭაბუკაძის როგორც შემოქმედს. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. ამჯერად მინდა კალბატონ ბელალანიას თხოვო. სულახახანბიზეიმე შოღახანწელი და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგივუცოთ ყველას და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო. მე მიხარია რომ ამ ესე ვთქვათ საშუალო არდაგეგმის მერე პირველად შევიკრიბეთ ამდენი ხალხი და თან ისეთი კეთილშობილი ადამიანისთვის როგორც არის ბატონი გოჩა ვუდასტურებ ჩემ უდიდეს პატივისცემას მას რა ვიცი თითქოს დიდი ხანი არ არის რომ ვიცნობ ერთმანეთს მაგრამ ეხლა დღეს გამახსენდა რომ 12 წელი გამხდარა რაც მართლა ვიცნობ ერთმანეთს და ჩემს აღამოზე მოვიდა ბატონი გოჩა გამდო პატივი და ეს იყო მისი საუკეთესო შესრულება ადამიანი რომელიც თავის პოპულარობის ზენიტში იყო სრულად უცნობ ქალბატონთან მოვიდა ჩემთან და ასე ძალიან გაგვახარა დარბაზი ძალიან აიყოლია და ეს იყო მართლა საოცარი ზეიმის დღე რომელიც ბატონმა გოჩამ ესე ვთქვათ თავისი წვრილებით შეიტანა ამ ყველაფერში და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას უკვე შემდგომ ესე ვფიქრობდი რომ რითი გამიხარებინა ბატონი გოჩა რა შეიძლებოდა მე მისთვის გამეკეთებინა ისეთი რომ მას გახარებოდა და მე და მაიკო მოვიფიქრეთ რომ მოდი გოჩას დავუკეთოთ საღამო და ეს საღამო შედგა წელის სახში ეს იყო ბატონი გოჩას პირველი საღამო და ისეთი მორიდებული იყო ის საღამოზე ისეთი მორიდებული რომ თითქოს 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანს ტანში არ დაეკრას მისთვის სცენაზე და აი სწორედ ეს არის ღვთისმიერი ადამიანის გზა. ეხლა გადავშალე მისი წიგნი და ეს გახლავთ მისი მეოთხე წიგნი. პირველი 3 წიგნით ასევე ქრისტიანული მოძღვრებაა და მოგიხსენებათ რომ დღეს ყველაფერს შეიძლება წერო, მაგრამ არის რაღაცები, რასაც წერა ადვილი არ არის. იმიტომ რომ ჯერ ალბათ მორალურადაც უნდა გამართული იყო, წელგამართული იყო, რომ შემძლო და შენი თავი დააჯერო, რომ წერო ჩვენ უფალზე, ჩვენ იესო ქრისტეზე და ზოგადად ქრისტიანობაზე და ესე იგი ძალიან დიდი შინაგანი რესურსი უნდა გქონდეს ამისთვის და მეთანხმებით ალბათ ყველა ხო რომ ეს ძალიან რთულია. იმიტომ რომ თუ მათემატიკაში ორჯერ 4 არის თეოლოგია ქრისტიანული, სადაც ორჯერ 2 უნდა 4 იყოს და ეს ძალიან რთული არის გაიარო ამ ბეწვის ხიდზე, რომ აქ არაფერი ზედმეტი სიტყვა არ მოგივიდეს და მან გაართვა თავი, მე მისი წინამდებარე 3 წიგნი არის ამის დასტური, რომელსაც მე გავეცანი და ეხლაც დღესაც რომ მივდიოდი, ანუ შეუძლებელი იყო არ მოსვლა იმის გამიდა. იმიტომ რომ წესიერება, პატიოსნება ძალიან ალამაზებს ადამიანს და ჩვენ გამოვიხედავთ, ვიტყვით რომ ორივე რამდენი კარგი ადამიანია ქვეყანაზე, მაგრამ დიოგენესავით მართლაც დავდივართ, რომ კეთილი ადამიანები ვიპოვოთ და ამდენ კარგ ადამიანში მაინც საპოვნელი არის კარგი ადამიანი და სწორედ ასეთი არის ჩვენი გოჩა ჭაბუკაიძე და კიდევ ერთხელ მას და მე გულოცავ მას მეოთხე წიგნის დაბადებას. ეხლა სანამ
სანამ საღამო მიმდინარეობდა, წავიკითხე მის რამდენიმე აღსაცი მისი წიგნიდან და მინდა გაგაცნოთ ესე იგი თქვენს მთელი ჩემი ცხოვრება ვეძებ ღმერთს, წერს ის. ჩვენ სავალდილს სხვა ვერ გაივლის, დიახ ბატონო გოჩა, მართლა ვერავინ გაივლის. და ის რომ თქვენ ძალიან გიყვართ ადამიანები, აქ ამოვიკითხე რამდენიმე აღსაცი ამასთან დაკავშირებით, სადაც ისე თვალნათელი ჩანს თქვენი ადამიანებისადმი სიყვარული, სამყაროსადმი სიყვარული. უნდა ელოდები სხვის მისალმებას, არამედ ჯერ შენ მიაგე სხვას პატივი, რადგან მისალმება არ არის უბრალო სიტყვა, არამედ კურთხევა. დიახ, აი საოცარი მიგნებები აქვს ბატონ გოჩას და არ იცი ხარ მინდა გითხრას, რომ დაგხალოთ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ სანამ ვარსებობ და სანამ ვართ და სანამ ახლა ჩვენ სავალ ბილიკებზე მივდივართ, დავდივართ, მოდით მართლა ძალიან დიდი პატივი ვცეთ იმ ხელით საგუგვალებელ ადამიანებს, იმ ნიჭიერ ადამიანებს, კომპოზიტორს, მომღერალს, პოეტს, ლექსების კრებულები იყო წინამდებარე წიგნებში და კიდე თეოლოგს, წერალს ბატონ გოჩა აბუკაიძეს და მივესალმით მას და მივულოცოთ კიდევ. მადლობ ბატონო ბერა. როცა წარდგინება ხოლმე ავტორს ვეფარდირებ. ვინ შეიძლება გამოვიდეს და გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. ასე იყო ამჯერადაც გოჩას კითხე. კიდევ მინდა მეთქი შენ მხრიდან და ისეთი სახელი მითხრა, ისეთი რაღაცა მითხრა, ძალიან შემეშინდა. მართალი გითხრათ, მართლა შემეშინდა, მაგრამ იმ იმედით, რომ დღეს ძალიან ლამაზი საღამოა, ძალიან აფთოვანებულები ვართ დღევანდელი ესე იგი ჩვენი შეგრებით, გავრისკავ და დავასახელებ. ქალბატონი, ნუ ჯეირანაშვილი იგივე სნაიპერა. თურმე სნაიპერი ყოფილა. არის მოგესალმებით სოფლას კიროცა შობა ახალწელს მე მრავალი ბედნიერი შობა ახალწელი გაუთქმის ქართულ ხალხს და საქართველოს გოჩას უცავ ის შემოქმედებას რაც საერთოდ მე ახლა სიტყვებით ვერ გამოვირჩევი და ვერ ცოტა მეომარი ვარ და იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე დავკარგე, როდესაც ადამიანი დასახით ხდები და მორგში იქნები და 25 წუთი მიწაში იქნები, დღეს მოგესაუბრები თქვენ. ესეც დიდი მოვლენაა მეგობრებო. ამიტომ ახლა ბევრი რომ მე მეხსიერება დავკარგე, წერა არ ვიცოდი, კითხვა არ ვიცოდი, დავიწყე თავიდან. მაპატივი მხოლოდ ვიცი ამას სიტყვებს ვერ ვაქვეყნო. მაგრამ თელი სული და ჩემი სამშობლო მიყვარს, ჩემი ერი მიყვარს და განსაკუთრებით კიდე სადაც. ტექნოლოგიურ პროცესმა ძალიან გაამარტივა ჩვენი ცხოვრება. თუ ადრე კინოკამერები იყო აუცილებელი, დღეს უკვე მობილურადაც შეიძლება აღნიშნვა, მაგრამ აქ არიან ენთუზიასტები, გოჩას მეგობრები, ახლობლები, რომლებმაც იტვირთეს ეს მისია, 3 ოპერატორი გვყავს დღეს. ესე იგი, ეს ავიც არც ერთ იმაზე არ მომხდარა, რამდენი წელია მასწავლებელი ამ მისიას და არ მომხდარა. მე მინდა ერთ-ერთ მათგანს, ბატონ ვეფხია სამსონიძეს ვთხოვო სიტყვა. პოეტების წერილების შემოქმედება და ოპერატორი.
ამ დროს არის რაღაცა თაერბილის სიძის მაგრამ ამის საგალობლებია ისეთი დაწერილი ამას რომ აი დიდი ფაქტორია მას ყოველდღე ადამიანს შეიძლება ცერემონიას ყავდეს და ამისა მარტო ლექსობის ლექსება რომ ეს თავი აღნიშნა უბრალოდ Personalmente, vicininos, იცის რომ ასეთ საღამოებზე მე მუშაობ როგორც ოპერატორი, აი იშვიათად საერთოდ არ გამომდის. მაგრამ დღევანდელი დღე ისეთი არის რომ როგორც იგი ღირავს ეძღვნება, როგორც იგი ამაყობს ამ ახალი ტიპის დაბადებით, ისე მე ვამაყობ. იგი პირდაპირ გადმოვიდა ეკრანიდან უკვე პოპულარობის ზეგნში, როცა მთელი საქართველო მას უშემატკივრობდა, მაგრამ ჩემთან შემოიჭრა ისე მოგონებაც რომ არ ვიცი ერთმანეთის სადა როგორ გავიცნო. 4 სიმღერის განაახორები გავხსნით. ისე რომ თვითონ არჩევდა ტექსტს. ეს არის იშვიათი ამბავი, რადგანაც ყველა ავტორს ვინც ლექსებს აქ პრეტენზია რომ ეს ლექსი ამღებს. მაგრამ ეს არ არის ადვილი. ეს არის ძალიან რთული საქმე. და მე პრეტენზია აქვს რომ საერთოდ აღერებული იყო ჩემი ლექსი. ვამაყობ რომ მეგობრებთ, ვამაყობ რომ მასთან ურთიერთობა მაქვს და ვამაყობ რომ იგი საზოგადოებას უკიდეს სიამოვნებას და სიხარულს არ მიჭერს. მე რა უნდა გითხრათ, სხვა ლექსად უბრალოდ საფარე დამჭა და უღრიცამეთ ეკნაბე. ლეუსორი გინდა? ლეუსორი რამე კალისა მაგრამ ლავაზი თავშეცილაში ბატონებო ქალბატონებო ლექსის მიცუნა საერთოდ ზოგადად ასეთი ძალიან რთულია, იმიტომ რომ იგი არ უნდა იყოს qalbi ერთი ნოტიც კი არ უნდა იყოს შიგ და უნდა იყოს მართალი, ვისაც უძღვნი და ვინც იძღვნის ისიც მართალი უნდა იყოს. პირველი ლექსი სულად მოულოდნელად არის ჩავხედე ახლა მე ეს 26 ივნისი 2018 თურმე რამდენი ხანი გასულა. უბრალოდ წაგიკითხავთ, ეს არის არა შეიძლება დიდი პოეზიის ნიშანი და ნიმუში, მაგრამ გულით მიცუნილია და ალბათ ვარაუდობს რომ ასახავს იმას, რაც პიროვნება თვითონ ბატონი გოჩა. ტაძრად მოგზაინება, სულის ნეტარება, მადლი უფლისაგან გადაგეფარება, დიდი სიავე რომ გულს არ ეკარება, განსაცდელი მაშინ აღარ გემწერება. ხატთან მუხლ მოდრეკით ლოცვა ცათაშინა, ჟამთა სიავემაც ვერად შეგაშინა. სამშობლოა იგი, ჭმუნვად გულს უმწოდება, დიდი იმედია, რომ არ მოგიკვდება. შემოძახილია, წმენა გადარჩება, გმირთა სიდიადე, ხსოვნას შემორჩება, ხმა ბობოქარი, ღრუბლებს შემოწვდება, გულსაც სიძლიერით ელვად რომ მოხვდება. ჩუბი გალობაა, სულის ღაღადისი, სადი დებელია, ღვთისა მარადისი, აღტაცებაა და გულში მღელვარება, ასე რომ გავშვენებს წმენით ელვარება. ეს აუცილებლად უნდა თქვა, მანამდე მასთან პიროვნულად რომ დავახლოვდით, მან მიამბოა ერთი ეპიზოდი თავისი ცხოვრებიდან, რის მიხედვითაც მე დავაშვენე, რომ იგი საიქიოს კართან მისული უკან გამოაბრუნეს, დეპორტით ჩაუწეს და გამოაბრუნეს უკან. იმიტომ რომ დედამიწაზე უნდა გაიგრძელებია თავისი ღვთისმოსავი საქმე. მართლა დიდი განსაცდელი გადაიტანა, იგი ფაქტიურად გარდაცვლილი იყო და მოაჩვენეს. ამ მომავალ წლის ზაფხულში მე აკრიტიკებად დაიწყო ერთი რამე, სამსახურიდან თითქოს და სახში უნდა დაუბრუნებული ვიყავი, უცებ რაღაცა ცნობაში შემომატრიალება და გზაჯვარედინეს მაგერად ახლოში ვარ სახთან სადაც მოვიდოდი, შემოტრიალდებოდი გავყოდი მეტროსკენ და აუცილებლად უნდა მინახე ეს ადამიანი, არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ შემდეგ თურმე რა ყოფილა, იბადებოდა ლექსი. უნდა მენახა მომისმინა მისი სიმღერა, ორი სიტყვა უნდა გაგვეცვალა ერთმანეთში, რაღაც მეგობრულად მოგვეკითხა. ეს ლექსი ისე რომ არ მithქვია, ვის ეძღვნება, დაუდება გიდაზე ჩუმოთ მის სამსახურში, გარკვეული უპირატესობას, მას შეიძლება გრძნობდა იგი რომ მას სამსახურში ეს სამსახური აქ რომ შეიძლება არ ჩუმოთ შეგანხონდა,
და ვეკითხები, აბა თუ გამოიცნოთ, ვის ეცვლინება. სამი ვარიანტიდან ვერც ერთი ვერ გამოიცნო. საკმარისი იყო, მე ერთი სიტყვა შენაჩვალა იქ და მართლა ის იქნებოდა, ვინც დაასახელა, მაგრამ არა, მე ია პოპულარობას არ მეწევი. და მივუძღენი ასეთი ეს. განიშლაიდიდან დაღამებამდე უნდა გიხმილო ჩემო კეთილო. ტაძრის ჩუქურთმად, გულის სიღრმეში, კვლავ ახტაცებად გამოკეთილო. უნდა მესმოდე, ფანგი დიდება, სულის კოცონში გამოგძნედილო. აელვარებად უნდა ხედავდე, ღვთისნებით ფარად გამოჭედილო, მზერას ათბობდე, გაზაფხულივით, სამოთხის ნერგო, ტკბილო ხეხილო, დიდი იმედით მოვდივარ შენსკენ, ვინმე ამ გრძნობას არ შემეცილოს, სიზმარში ვარ გაფრთხილებული, ბედნიერების მრავალწელკილო, გათენებამდის, დაბინდებამდის, გათენებიდან დაბინდებამდის, უნდა ვწინავდე ჩემო კეთილო. მინდა მადლობა უთხრა კიდე ერთი წუთი შეგახსენებ თავს. მადლობა უთხრა ზადა გუჩიტაშვილს. მაგ დროს მე როგორც ოპერატორი ვაფიქსირებდი იმ დასამახსოვრებელ კადრებს, რომელიც მერე ვიდეო როლად კეთდება და თქვენ ხედავთ ხოლმე ვინც ჩემთან პრობლემში ხარ. და რაღაცა იმ დროს მე ემოციის გამოხატვის უფლებას ავაძლევდი თავს, იმიტომ რომ კადრი უნდა დავიჭირო. არადა როგორი საქმე არის, შენ აქტიურად ესწრები საკუთარი სიმღერის დაბადებას, როცა რა ვიცი და პირველი პრეზენტაცია ხდებოდა ტაქსში. პირველი შემთხვევაში შეუყვედრე ტაქსის მძღოლს აცნობდა ჩვენს ერთობლივად გაკეთებულ სიმღერას. აქ მარტო ჩემზე არ არის ლაპარაკი, არ ვიფიქროთ რომ მე პირამიდებით ვარ დაკავებული. ასეთი მრავალი მშვენიერი თუთი ვარ მიწყუნა უამრავ ლექსის ავტორს. და ასეთი სიხარულის მომსწრე როგორც ოპერატორი მე ზადა გუჩიტაშვილის სტუდიაში ვარ მომსწრე. ეს არის ენით აღწერილი სიხარული. ეს არის რაღაცა განსაკუთრებული გრძნობა და ამიტომ იმ სიხარულისთვის, იმ მისიისთვის, რომელიც მან უნდა გააგრძელოს და არავითარი სტაბილური საერთოდ ჯერ არია, უნდა შეასრულოს და კიდევ მრავალი თქვენთაგანი უნდა გაახაროს. ამიტომ თქვენი სახელით, ჩემი სახელით მე მინდა ეს მოგზაურებული ატარა პრიზი გადავწყვეტ. მოულოდნელია მუსიკოსებმა, ყოველთვის ჩვენ მოულოდნელია, მაგრამ ეს ადამიანი დამიტანქვებით მისახურებს ყოველივე კარგს და თუ არა დღეს, როდის ვეტყოდი მე ამ სიტყვებს, თუ არა დღეს, როდის გადავცემდი ასეთ სამახსოვრო ტექსტს. მეგრენი ხალხი კიდე ბევრჯერ გამიხარებინოთ ეს საზოგადოება, ვისაც თქვენ ასე სპას ტოვებს დისკურსში. ამ საზოგადოებასთან მადლობა მიყო თქვა რომ მე კუთვნილი კაცი ვარო და ასე მსახურებიო ჩემს მეგობარსო სიტყვას არ ვიტყვიო იმდენად დინო გეთიაშვილს მესამე ოპერატორს ესენი ოპერატორები არ არის, ესენი არიან დიდი რეჟისორები და მე უდიდესი გახლავარ. ამ შემთხვევაში ოპერატორის ფუნქციას გასრულებია. ზოგი ციტაკის გალაქტიონი ვარ, უდიდესი ხარ. ადამიანი, რომელმაც ესე იგი ჩემი პირველი ვიდეოში სულ აღსახვდო. აი ეს თავის კაცობით, თავის ადამიანობით მე მინდა რომ გადავიღო და გაშუქო და რა ვიცი რა. უდიდესი Կարճով մոգեսանուց მაგაც ახალი პოლიტიკა არის კარგი შემოქმედა ადამიანს ძალიან ბევრ კარგი წერას და რა თქმა უნდა ჩვენს ავტორს ბატონ გოჩა ჩამოყალიბეს. ჩვენ ძალიან დიდი შეხება გვქონდა ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, გადავიღეთ მის კლიპი, მიიღო მონაწილეობა ჩემს ფილმში და საიდან მიიღო მონაწილეობა მაგას გესმით. როდესაც გადიხარ საღამოებზე, როდესაც ხედავ ბატონი გოჩას ამ ხელანიჭიერებას, რასაც ნიჭიერებას მე დავასრულებ იმით, რომ არ შეიძლება თქვა შეამოქმდეს
მისი დახვეწილობა, მისი კონსერვატიულობა, მისი ასე ვთქვათ, პირველ რიგში თავმდაბლობა და მისი ასე ვთქვათ მრავალმხრივი ნიჭი. ბატონ გოჩას აქვს ძალიან მრავალმხრივი ნიჭი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ეკლესიურად, რომელიც არის მედავითნე, რომელსაც შეუძლია იმღეროს ძალიან კარგად, რომელსაც შეუძლია წეროს და ასე შემდეგ და ამავდროულად მიიღოს ფილმებში მონაწილეობა და იყოს მსახიობიც. ეს მისასალმებელია, მე ვიტყოდი იმას, რომ ბატონო გოჩა თქვენ ხართ საუკეთესო პიროვნება პირველ რიგში, საუკეთესო ადამიანი, ნიჭიერესი ადამიანი და მე მოხარული ვარ დღევანდელი დღით, რომ თქვენ გამოიცით ესეთი საინტერესო წიგნი, რომელსაც ჰქვია ურთულესიდან უმარტივესამდე და მე მინდა რომ მადლობა მოუხარდო ყველა ამ განსაკუთრებას, რომელსაც მოვიდა და ასეთი პატივისცემა გამოხატა თქვენი შემოქმედების მიმართ. ძალიან დიდი მადლობა რომ მომეცით საშუალებას ერთად გამოვიდეს. შემოწმებასებო გული არ დავიწყდეთ, ვისაც წიგნი არ შევდათ, ცუცუც ვერდები მეუღლე კვლავ მეტად წიგნებს, ისე რომ არც ერთი არ ყოფილ რაც არის იგი. სხვადასხვა შეიძლება. ეს ჩემი შეფერდეობის. ამბობს. ყველაფერს სურვილი. როცა გაგიცანი ესეთი შტატისტიკა დატოვებაში ჩემში რომ თქვი რომ ეს ჩემი აღმოჩენა ყველას თავისი აზრი აქვს რა თქმა უნდა ინდივიდი ადამიანი საერთოდ და მე როცა ვისმენდი თქვენ გამოსვლას ტელევიზიით და ეს იყო ხელა ნოსტალგია შვილის მიმართ ეს მამაშვილობის დიდი სიყვარულის გამოხატულება იყო და ვფიქრობ, რომ იქიდან უფრო მეტად დაიწყო შენი ცნობიერების ამაღლებაც და უფრო მეტად მერე საზოგადოებაში უფრო მეტად გამოსვლა. რა თქმა უნდა, წინასწარ ალბათ მოგამწოდა უფალო იმისთვის, რომ გამოსულიყავი და ეს წუთობები ადვილი ყოფილიყო შედის. ამიტომ ვამბობ ჩვენი თაობა, ვისაც კარგად ესმის რა არის ვაჟკაცობა, რა არის და როგორიც პარტიული მანდილოსნებს ის ურთულესი თუ იყო ჩვენთვის მე მარტივი გახდა და მარტივად შესასრულებელ პროგრამებს თავაზობთ მე და გოჩა თქვენ. მე გოჩას და ნინოს უსურვებ, რომ უფრო მეტ ასპარეზზე გამოსულებენ და ფილარმონის დიდ საკონცერტო დარბაზიდან და სოფლიოს წინაშე. არა მას რაღაც რესტორნის დონეზე და ის კი არა საერთოდ დიდ ხელოვნებაში ჩემო გოჩა წარმატებებს გისურვებ თქვენ და ნინოს. მადლობა თქვენ სიყვარულისთვის. წიგნები მოსულია შეიძლება აი ნუ ახლა რო დამთავრდება მე რასაც დავწერო წიგნები. ხო რა ფილმის კიდე სურვილი. Salvatore ჯგუფი 60 პლუსიდან. ჯგუფში დაინდო რომ ჭაბუკაიძის ციგნის პრეზენტაციაო. ვინ ჭაბუკაიძის ქართველი პროპაგანდის რომელსაც ყოველდღე უსმენ სახლში. და რა ვიცი ეს ბედნიერება თევანდელი დღისთვის რომ აქ ვარ. აქ ისეთი სახეები დავინახე კიდევ რომ აი ნამდვილად ბედნიერი დღე მაქვს. მე დარწმუნებული ვარ რომ ამ წიგნიდან აი ღამეს დავაწერე բոլომდე წამიკითხავ და ამ წიგნიდან ბევრ ციტატებს ავიღებ ჩემი ყოველდღიურობისთვის. უღრმესი მადლობა და ღამეს დავაწერე ამის საკითხში. გაიხარე და დიდხანს იცოცხლე. მე რა გარი განსაცდელი დიდი სიხარულით მოვდიოდი დღეს ბატონი გოჩას ციგნის პრეზენტაციას
სილამაზი დღეები მინდა გისურვოთ. ეხლა ღონისძიება იყო და იქნებ გამოვიქეცი რომ ესა სული და გულით მე მიყვარს ეს ადამიანი ძალიან მე ვსუყვარს, მე ვიუყვარს და ასეთი ადამიანები მე ძალიან მიყვარს. ერთ პატარა ლექსი გითხავ და ამ ჩემს სიტყვას გადავცემ ბატონ გოჩას. ღამის და დილის გზაგასაკარზე ფიქრებს გათამბულს რომ ჩავყრი ბანზე ჩუმად კაკუნი გაისმის კარზე ჭინჭრავს შიშის და თითქოს და ტანზე შეშფოთებული თვალს ვახენ ხმაზე ძლიერ ხელს ავწნო უფლისას მხარზე ღმერთო სულ ყველას მიეცი ძალა ატარე ყველა დალოცვი გზაზე აგზამდება წერალი კრიტიკოსი გაბატონ ნიკა ხატაკიძე ხო რა აქვს სული ორივე სიტყვით მე მგონი ჩემის კაპრიოტიზმის არ უნდა მიკროფონი და ბატონ გოჩას მიმულოცავ ამ მაშინაარსიანი წიგნის გადმოცემას. აქ ბევრი რამი თქვა და მესმის რომ საღამო უკვე დასასრულს მიუახლოვდა და ამიტომ არ გადავვლი ჩვენს საზოგადოებას, რომელმაც ნამდვილად დაიმსახურა პატივისცემა, იმიტომ რომ ასეთი შესანიშნავი პიროვნების წიგნის განხილვას დაესწრო. მე ერთს დავუძნე, რომ ბატონი გოჩა ჩვენი ჟურნალის ისინდის რუდმივი ავტორი გახლავს და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მისი არ ვილაპარაკებ მის პიროვნულ შესანიშნავ თვისებებზე, ორი-ორი სიტყვას ვიტყვი უბრალოდ მის წიგნზე როგორც პროფესიონალი. ვიტყვი იმას, რომ თემა არის საკმაოდ რთული, საკმაოდ მაცნული, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ ქრისტიანული ფასეულობების აღრევის ჟამს თავისი აზრები გამოხატოს, მაგრამ ერთია შეიძლება სურვილი ჰქონდეს და მეორე რამდენად ახერხებ ამას. მე მინდა ვთქვა, რომ ბატონმა გოჩამ თავი გაართვა ძალიან კარგად ამ ამოცანას, იმიტომ რომ მისი ბუნება არის ქრისტიანული, ეს მოწესრიგება, თანალობა, თანაზიარობა, კარგი ადამიანობა, რომელიც მას ახასიათებს, ამ წიგნში გადმოვიდა აბსოლუტურად, როგორ გითხრათ, ძალიან გულწრფელად. და როდესაც მას ვკითხულობდი და გოჩა როდესაც წესო ქრისტიანო დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთს ესე არ მივმართავთ, იმიტომ რომ ამ საზოგადოებამ რაღაცნაირად ისე გააკეთა, რომ ქრისტიანო არა, უფრო აი ხაზგასმულია მართლმადიდებლობა. მაგრამ რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ქრისტიანები მაგრამ გოჩამ უფრო ეს ძველი მიმართვის ფორმა რომ შემოიტანა, იცით, ძალიან როგორ გითხრათ, გულს აწვდურებს, იმიტომ რომ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ადამიანს ქრისტიანად აყალიბებს, ამურთულებს გზად ამ ვიტკის 348 გვერდიან წიგნში ძალიან კარგად არის გადმოცემული, დეტალურად არის გადმოცემული და ყველას ვურჩევ, რა თქმა უნდა, წაიკითხოთ ეს წიგნი, იმიტომ რომ დიდ სიამოვნებას გადის. კიდევ ერთხელ გილოცავ. ყურადღება იყო ძალიან თქმა. ბატონ თემო მაცულაიას ხო? ორი დღე წიგნს ულოცავ ბატონ გოჩას. კაცი არის თავმდაბალი. სარკაიმის ყველგარჩება მისი ქცევის თბილი კვალი. კაცი არის გვერდში დგომი, უღალატო მეგობარი, სამშობლოზე ცხოვრებაზე აზრიანი მოფიქრალი. მოუსმენდა ხმათბელია, მოუღუნე მომღერალი, მისი რბილი ბარიტონი და გააქვს კუმი ხაროს კვალი,
გვასწავლის რომ ცხოვრება უმარტივეს ურთულესი თან გვახსენებს თავარია ჩვენი ერი უძველესი კიდევ მეორე დაეჭეროს მკითხველისთვის თბილი წყალი და გამრავდეს სამყაროში მისი ჭაბუკური გვარი ხორა კიდევ იმის სურვილი წიგნები მოსულია თუ არ არის სურვილი შემიძლია დავასრულოთ მაგრამ ძალიან ვისაც უნდა და დაასახელოთ საკუთარი ვინაობა ჩემი მოკრძალებული ლექსი გულს ვერიქებს საფულეში გოჩა ჩამოხეიცეს ფსალმუნები სულს მიამებს ეს ღაღადი ლექსად თქმული სტრიქონ კითხულობდა გულში მიდგას გაზაფხული ცის და მიწის მხედარი ხარ კეთილ ნერგად გადმორგული ძიმესავას გიმსუბუქებს ხაებრივი სიყვარული გარიჟაჟებს ლოცვით ვთები ზეცას წვდება შენი ლოცვა გულს ვერიქებს საფულეში შენ სამშობლოს უჩქს როცა დედამიწას დაავიჯე 10 მცლებით ქრისტეს ჯული თვალხილულ გმებს შთაგვაგონე ვისურვოთ სიყვარული უფლის რწმენით მამად მეკაც სატანაც ვერ დაგიმონებს გულს რიაგი ქართველობა გამზერებს და გაცის კლავნებს იქასი არის სატანაზე და ერთ წამი დამეცალე რა აჰა ჯერ ყველას გამარჯვებას გეტყვით მოგიწევთ ორგანიზებას ბატონ ზაუს დიდ მადლობას მოვახსენებ ასეთი კონცერტის მოწყობისთვის ხარში დგომისთვის თანადგომისთვის და დიდ მადლობას მოგიხდით ყველას გოჩასთვის გოჩა დაფასებისთვის ნამდვილად იმსახურებს ეს ადამიანი სიტყვას სიყვარულს და რაც ყველაზე დიდი სიმდიდრეა კამპროპარაზე არის ნამდვილად ადამიანების სიყვარული გოჩა გონდა ზე შემოდგომის არ არის ბოლოს შეჩერება გოჩის ფაინა სამბატოს თქვენ ვიცი რომ იყავით თავს, მაგრამ მეუღლე მაინც თქვას. Iqornes moqasi შემივიწყდა თავის. აი ეს პიროვნება არის კაცი, რომელსაც თემის შემოქმედებას წანამძღოლს აქვს ეს ცნებები, უმთავრესი ცნებები. ასეთ ადამიანებს, ვისაც სიყვარული შეუძლია, მერტი განსაკუთრებით მიჭერს, ნიჭი დაგიდოებს. განსაოცარია ის მრავალი ნიჭი, რომელსაც ამაზე ცერმოთ ჩვენ მეგობარი შეამო. მინდა მუსიკოსი, კომპოზიციების ავტორი, პოეტი, მწერალი. ოდა მეუბნები ხოლმე. არ გამიკვირდება ცოტა მაშინ ხალხი ჩამოყალიბდებით. აი ესეთი მრავალი მულოცავ მაგრამ უჩათი ვანდებს სამოდებს სულ და აი შემოყალიბდით მე მინდა ირადა თვითონ უთმეთთაგანს დიდი მოწიწებით, დიდი პატივისცემით დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოგზაურებისთვის, დაფასებისთვის და
მინდა რომ ის სიტყვა წაგიკითხოთ, რაც მე ჩაფიქრებული მქონდა დღის დასასრულისთვის. ეს კონკრეტულად ეხება დღევანდელ დღეს, 18 იანვარი, ანუ ნათლისღების წინა დღე, ანუ ეს არის ღვთის განცხადების წინა დღე და აი ამავე წიგნიდან ახლა სამწუხაროდ მე ვეღარ ვიყოვე იმას, ამიტომ ბლოკნოტში გადავით, ანუ თვითონ ამ წიგნში არის ამას წაიკითხავთ, მაგრამ მე მინდა რომ რადგან მაინდა-მაინც დღევანდელ დღეს რადგანაც მოხდა ეს პრეზენტაცია, მინდა რომ ის თქვენ წარმოგიდგინოთ ეხლა დიდი პატივისცემით. კი, მოძებ დღე და რადგან ხვალ ღმერთი უნდა გამოეცხადოს ადამიანს და შეხვდეს, ამიტომ სასარგებლოდ ჩავთვალე ჩემ ცოდვილის მიერ შეფერილი აღსარება მომეწოდებინა თქვენთვის. დაიცავით ცნებები ჩემი და აღასრულეთ ისინი. გვეუბნება ის, ვინც შეგუქმნა და ამ ქვეყნად მოვიყვანა. მან იცის ჩვენი ყველაფერი. ეს არის ის, რომელმან იცები შეცვლა შენი და გამოსვლა შენი ფსალმუნიდან. იცის როგორ შემოხვედი, როდის და რანაირად გახვალ ისიც. გარდა ამისა, გადევნებს თვალყურს ყველგან. ფსალმში წერია, ვიქნე შენზე და თვალყური ჩემი. ნუ იყოფი მითარცა ცხენი და ჯორი, რომლისათანა არა არ გულის ხმა. ეს არის ის სიტყვები, რითაც გვეუბნება, რომ შენი მორჩილება, ჩემი ნების და შენთვისვე არის აუცილებელი. იმიტომ რომ მე ვხედავ იმას, რასაც შენ ვერ ხედავ. ხოლო ჩემს ნებას მე შენ ყოველდღე გასწავლი ჩემივე სიტყვით და ცხოვრებისეული სიტუაციებით. მე სულ შენთან ვარ, მაგრამ შენ არ გსურს აღქმა და გაცნობიერება ამისი. აჰა, მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. იგი ისმენს შენს თვითოულ სიტყვას და შენივე სიტყვებით ან განმართლდები, ან დაისჩები. ყოველი უქმის სიტყვისთვის მოვთხოვ პასუხს. მავთხილებს და მე კიდე ენას ვერ ვაჩერებ. უქმი მეტყველებიდან კი მომდინარეობს ძვლის ხსენება, რაც გულის წყრომაში გადაიზრდება. გულის წყრომიდან მრისხანებაში, რაც გვემკვლელობის ტოლფასია. ის კი მეუბნება არა კარს კლა. ესე იგი, მარტო საქმით კი არა, შენი სიტყვითაც. ამიტომ არის გულის განწმენდა ყველაზე მთავარი, მისი მცნებები ერთ მცნებაში ერთიანდება. ამას დამცნობთ, რაითა იყვარებოდეთ ურთიერთარს. სიყვარულია მათი გამაერთიანებელი სიყვარული საქმის და ადამიანის, რამე თუ მხოლოდ მათით აბალხთვის სიყვარულობი. აბა, მე თუ გიმტკიცე შენ, რომ ძალიან მიყვარხარ და ამ დროს არ მეყვარება შენი შვილი, როგორიც არ უნდა იყოს, იგი ტყუილი იქნება ეს ვიცით და ჩემი შენთან ურთიერთობა და გამოდის რომ მე ნიხნით თამაში მომიწევს, მაგრამ როცა იქნება, ხომ გამოაშკარავდება ეს სიყვარული. ამით კი ეს მოჩვენებითი სიყვარულიც გაქრება და აღმოჩნდება, რომ ჩემი შენთან დამოკიდებულება ანგარებიანი და რაღაცის სანაცვლო ყოფილა. ამით კი მტკიცდება, რომ მე თამაშობდი შექმნილი ილუზიებით და არც მყარები ხარ არასოდეს. შენი დეუფალო, თუკი მე შენს გაჩენილ ადამიანს შეურაცხყოფ და ზურგს უკან განვიკითხავ, მაშინ ან არ მყარები ხარ, ან ვთამაშობ და ეს მაშინ, როცა შენი სისხლითა და ხორცით ვიკვებები, რა ბარბაროსობაა ჩემი მხრიდან, რა სადიზმია, როგორ უსწორებ თვალს შენ ყოვლადწმინდა მშობლის ხატებას. მე ხომ იგივე უსულო კერპი გამოვდივა, რომელსაც თვალნი ასყენა და ვერ ხედვი, ყურნი ასყენა და ვერ მისმენი. ამისთვისაც ამბობ, რომელმან ცნებანი ჩემი დაიმარხნეს, იგია, რომელსა უყვარ მე, მოვი უფალო, გამომიყვანე ამ ხრმა ლეთარგიული ძვლისაგან
როგორც ერთ დროს უცნები შვილი. დაამიბრუნე ის მხურვალება, რაც გამაჩნდა სულ პირველად, როცა ჩემთვის ყოველი ადამიანი იყავი შენ. აბონება და გამოგადოებულიყო, ამეთანხმებით ძალიან ლამაზი საღამო იყო. ყველა ჩვენი ემოციები გაგვიუყარეთ, ზოგმა სიყვით, ზოგმა ყოფნით. ერთ რამეს გეტყვით, აქ ყველაფერი დაგანი თითქმის შემოქმედია, შეიძლება ხვალზე თქვენი წიგნების წარდგენებაზე მოგვიწვიოთ. იცხოვრეთ როცა ჭაბუკიძეს დაირათ. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მომავალ შეხვედრამდე.